თბილისის მერიამ ქალაქ ჰააგის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ეს შეთანხმება გულისხმობს სოციალური და ეკონომიკური კუთხით, ასევე დასაქმებისა და განათლების სფეროებში გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ თბილისის მერობის კანდიდატები, თუმცა მემორანდუმის გაფორმებას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დაესწრო. ჰააგა არის ძალიან კარგი მაგალითი და ნიმუში სოციალური თემების განვითარების კუთხით და სწორედ ვიცე-მერთან ბატონ ხულთან ერთად სტუმრად არიან სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენ გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას დასაქმებისა და სხვა სოციალური თემების საკითხში. ჰააგა საერთაშორისო მშვიდობისა და სამართლის ქალაქია. ის ასევე არის ევროპული საზოგადოების წევრი. ამიტომ მივიჩნიეთ, რომ კარგი იყო დავხმარებოდით სხვა ქალაქებს როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში სოციალური სისტემის გაუმჯობესებაში. თბილისთან მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ ცოდნას. ჩვენ ვეხმარებით ამ ქალაქს და ასევე ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ჰააგაში ძალიან განვითარებული არის ტრამვაის სისტემა და ჩვენ ვცდილობთ დედაქალაქში ტრამვაი ვაქციოთ საერთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასე ვთქვათ ქსელის ნაწილად და ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავიზიაროთ უცხოელი კოლეგებისაგან.